სალამი მეგობრებო, დღეს მოგესალმებით. მათი არ გვეყოლება ორშაბათს უკვე თბილისში იქნება, ხვალაც გვეყოლება და ორშაბათს უკვე თბილისში იქნება. ეხა ისეთი დროა ჩვენთვის, ხო? საღად მოაზროვნე ადამიანებს, რომელიც სოფლიოს ვარდისფერი ლიბერდებილური სათვალით არ უყურებთ. რომ უნდა ვიჯდეთ ეხლა და ვეაზროთ რა, აი ამ ლიბერდებილოს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არა ვარ ამ ხასიათზე. კარგ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ ყველა კარგად დაინახავს, ეხლა რას გადავრჩით, მაგრამ აი კატის დღეში არის ეს კლოუნი ზელენსკი. კატის დღეც არა, აი რა შეიძლება თქვა, ნუ აი ტრამპმა რა ხდება, ძალიან მარტივად, ტრამპმა გადაწყვიტა დადოს გარიგება რუსეთთან. იქ ძალიან ბევრი რამ არის, რაც უნდა მოაგვარონ. ჩინეთის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს, ჩინეთთან ალიანსი არ უნდა დაუშვან. გარკვეული გეოპოლიტიკური შეთანხმებებია, იქ ახლო აღმოსავლეთში უნდა დაეხმაროს რუსეთი. ამ საკითხებს განიხილავენ ხელშეობის მუშაობა უკვე ნორმალურად აღადგინეს და ლაპარაკობენ რომ ტრამპი და პუტინი თებერვალშიც კი შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ ერთ თბილისში. და გამოხდა ეს დეგენერატი, ეს კლოუნი ზელენსკი სისხლიანი ჯალათი თავისი ქვეყნის მონა, deep state-ის მონა და დაუწყო შპილკაობა ტრამპს. ჯერ არ მოუწერა ხელი კონტრიბუციებზე, ჯერ ხო უკრაინას უნდოდა რომ კონტრიბუცია რუსეთისგან წამოიღო. ტრამპი დააცხადა 500 მილიარდი მომეციო და არ მოუწერა იმაზე ხელი. ეხლა ტრამპმა ამაზე რომ 4%-იანი ხარო უთხრა, მოიგონა რომ 57%-იანი და ყველანაირად ეშპილკავება რა. და ბოლო-ბოლო ვერ მოიწმინა ამ ტრამპმა, სხვათა შორის პუტინმა დღეს თქვა რომ ტრამპი კაი კაცია, პირდაპირ ამბობს, რასაც ფიქრობსო და აი ესეთი რაღაცა თქვა. დაფიქრდით, ამბობს დაწერა სტატუსი True Social-ში, ანუ ტრამპის სოციალური ქსელია, თავად ტრამპმა. არც თუ ისე წარმატებულმა, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა, რომ ჩაბულიყო ომში, რომლის მოგებაც წარმოუდგენელია და რომელიც არც კი უნდა დაწყებულიყო ომში, რომელიც არ დამთავრდება ამერიკის და ტრამპის გარეშე. 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ვიდრე ევროპამ. და თან ევროპას თანხები გარანტირებული აქვს, ანუ სესხის სახით მისცეს. მაშინ, როდესაც ამერიკა არაფერს არ მიიღებს ამ თანხის საფასურად. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა თანაბარი პირობები, ანუ გარანტირებულად რომ მიეცა ფული, თუ ეს ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამერიკისთვის. და აქ უკვე მოდის მონროს დოქტრინის კვინტესენცია. ჩვენ ხო გვაქვს დიდი და მშვენიერი ოკეანე, რომელიც ბუფერულ ზონას წარმოადგენს ევროპასა და ამერიკას შორის. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღიარა, რომ ნახევარი ამ თანხისა, სადაც გაუგზავნეს გაქრა. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინულ გამოკითხვებში და ერთადერთი რაც კარგად გამოსდის მას, ეს იყო ბაიდენთან თამაში. დიქტატორი არჩევნების გარეშე ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინანდელ შემთხვევაში მას აღარ ექნება ქვეყანა. ამის პარალელურად ჩვენ წარმატებით ვაგზავნებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის შეწყვეტის თაობაზე. რის გაკეთებაც, როგორც ყველა აღიარებს, მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არ უცდია, ევროპამ ვერ დაამყარა მშვიდობა, ხოლო ზელენსკი სავარაუდოდ სუქხელ უკმის დაკარგვა არ უნდოდა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი რამ ჩაიდინა. მისი ქვეყანა დაქცეულია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა არაფრის გამო და ეს გრძელდება. აი ეს არის განაჩენი რეჟიმის მონას კავენში, მე კავენში ვარ, მაგრამ არასოდეს ვიფიქრებ პოლიტიკაში წასვლაზეც კი არ ვიფიქრე არასოდეს. კავენში კი, რომელსაც ეგონა, რომ შეძლებდა ქვეყნის მართვას. როგორ არის ქართული მულტფილმი ლომს, რომელსაც თაგვის გული აქვს, დაგერხათ, აი ამის ფანებო. რამეს ჰქონდათ ამის სურათი დაყენებული ავატარზე. ეს ხო ინახება Facebook ისტორიებში, ხო? ალბათ. თქვენი მაიმუნებო თქვენ რა. ხო, მე რაღა კომენტარი უნდა დავამატო, ვაფშე კომენტარი ან ჩვენ რაღა უნდა დავამატოთ, ესე იგი ტრამპმა რაც დაწერა, საერთოდ ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყო. ხო, ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყო ძალიან ფორსირებულად. თუ არ ვცდები, 60 განკარგულებას მოეწერა ხელი და ასეთი ამერიკის ისტორიაში ანუ ადმინისტრაციის პერიოდში არ ყოფილა. ამას და იმიტომ რომ სამყარო აჩქარებულია, ტრამპს ჭირდება რადიკალური და ესეთი ხისტი ცვლილებები უნდა ფუნდამენტურად შეცვალოს ეს ეპისტემე. აქ რაც დაწერა ზელენსკიზე და როგორც მიმართა, არ ვიცი,
ყოველ სიტყვაში შეგვიძლია წავიკითხოთ ნახევრად კი არა საშუალოდ წარმატებული რაღაც ნახევრად უჭიერი აი ნუ არაფერში ესე იგი ეგ კაცი არ ვარ გაო რა ეხლა რა დაიწყება პირველი ტრამპმა შესთავაზა და უთხრა რომ ჯერ ევროპელები მართლა საბავშვო ხო იცი დაბადების დღეს საბავშვო მაგიდები რო არის იქით დასვას რაღაც თვალისგან მუსიკანტებშიც არა თვალისგან მოშორებულ ადგილას აქეთ უკრაინას ვაფშე და ზელენსკის უთხრა რომ ჩვენ დიდი ბიძები გადავწყვეტ რაღაცას და მე ჩაერთვები გაგაგებინებთ რა განაჩენი გამოგიტანეთ მაგრამ ზელენსკი რო ეშპილკავება რატო იმიტომ რომ ზელენსკი არ არის არქიტექტორი ზელენსკი არ არის რაიმე ვთქვათ დისკურსის ან რაიმე მიმდინარეობის შემოქმედება ზელენსკი არის მთლიანად პროდუქტი deep state-ისა და გლობალური ომის პარტიისა შესაბამისად ზელენსკი არის კომპრომეტირებული არ ვიცი მთლიანად მიბმული იმ ხალხზე იმ ოჯახებზე იმ რა ვიცი კონგლომერატებზე და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ზელენსკი ვერც იქნება ტრამპის მომხრე თან ილონ მასკი ხო ცალკე მათხოვრად აქცევს შესაბამისად ზელენსკის ეუბნება რომ ან ჩემ დირექტივებს დაემორჩილები და ომს შეწყვეტ და ასეთ პირობებში 2014 წლის საზღვრები დაივიწყე ან არა და მეორც ერთი არჩევნები უნდა ჩატარდეს იმიტომ შენ არ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი პუტინს მაგიტო არ შეხვდება რომ არ ხარ ლეგიტიმური ხალხის რეპრეზენტატორი შენ წარმომადგენელი არ ხარ ხო დოკუმენტ ზალა არა ხო შენ დასაძახებელი ყოლია ხალხი შენ დაძახებულზე ჩვენ არ მოვა მე თუ არა ჩემი კავშირი გააჩერეს რა მოდი ესე ვთქვათ რა კი გააჩერეს ოღონდ ისე ენაზე რო ვთქვათ ეგ როგორც ცალსახად გააჩერეს ცალსახად გააჩერებულია ეხლა ვიღაცა პატარა ვიღაცები მაიმუნობენ ეს ზელენსკი დარბის ეხა აგროვებს მასას მაგრამ ვის ტირალა ტიპებს აგროვებს ტირალა ტიპებს ვიღაცა კაიაკალას კაბიანს როგორ დაუჯეროს კაროჩე აგროვებს ხალხს მაგრამ ისინი ხო ისინი ვერ აძლევენ რა თემას არა მე ტრამპი რო ეკითხება ეს გააკეთა აგებ ამაზე პასუხი შენ რო ეტყვის ვით მაგის შეგროვებულს აგერ ამას უნდა რა ქვია ჩვენს მას თურქეთის პრეზიდენტს და თურქეთის პრეზიდენტმა თავის საქმე გააკეთა 22 წელს და ხელმოწერაზე არა უკრა ხელი ამერიკამ თითქმის გაჩერებული ხო იცი რაზე მოთხოვენ პასუხს მაგაზე მოთხოვენ პირველ რიგში კაი დაუშვათ დიპანიათ გაიყო დაგესხა თავს აბაიუდნი ომი იყო ხო აჩერებდი არა 22-ში მარტში აჩერებდნენ რა და ძალიან მაგარ პირობებზე რატო დაიწყე ისე ომი მაგ დროს დასცინა ტრამპმა გახავს მოინდომა ჟესტით გააკეთა რომ I wanna fight რა მომინდომა აქ ომიო კავშირი ზელენსკი არის პრაგონი არის გასული მეგობრებო ზელენსკი არის გაჩერებული რა კი გაატარეს მაგარი პრაგონი რომ და ვინ გაატარა ეს ხომ მნიშვნელობა აქვს ვინ გაატარა დაჟე ხელი შემართმევა არ შეიძლება ხელი პრედმეტით არის საცი სინამდვილეში ამ ყველაფრის მიღმა საშინელი ბედი დგას უკრაინელი ეხა იმაზე ვილაპარაკოთ რა ზელენსკის არ ვიცი მომავალს არ უსურვებ მტერს არა რა კატის დღეშიც არ არის იმიტომ რომ ევროპა ვინ უნდა დაიცვას თვითონ დასაცავია ესტონეთის მეშინოდეს ოღონდ და ლატვიის ხალი თავდაცვის ministri ყავს სადაც იმაშვება მოშარდოს ბალახი არ ამოდის ხო ნუ ესტონეთი უსაშ კი ბატონო ერთ-ერთი სუპერ პაუერი არის რა ეს ქართველი ხალხი ვიღაცები ხო ქართველები არიან თუნდაც ახალგაზრდები დებილები რას გეუბნებოდი იციო ესტონეთის ჭკუას უნდა გვევლო ბიჭო ასეთ იდიოტები ვართ უნდა დაგვეჭყო და ბალტიისპირეთსაც მიატოვებენ სხვანა კი არა ბალტიისპირეთის ბედი სხვანაირად დავარდება სხვანაირად არის დასალათებელი კი მაგიტილე გასაიასწრებელი ვიოდებს გამოიტანენ მე ვიოდები მაგ ესტონეთის ეხუტებია ბიჭო კი ხო და მოკლედ შეხო ამას ამბობდი მე უფრო magars გეტყვი ზელენსკის ადგილას თავშესაფარს მოვიდღოვდი რუსეთში ჯიგარი ხარ ესენ ჯეიპარებენ მართლა არა ბიჭო ზელენსკის დაკიდებენ და პირველ ფანარნებს სტაბე ჩვენ ხალხო მეგობრებო ბიჭო აბა უკრაინაში ეგ ვერ გაჩერდება ჩვენ უნდა გავაკეთოთ მოდი რა იქნებ თხოვოთ ბიჭებს და გავაკეთოთ კონფლიქტის დაწყებიდან რამდენჯერ ვამბობთ რომ რუსეთი ამ ომს მოიგებს რამდენჯერ ვამბობდით ეს არის სიგიჟე ეს ომი არის სიგიჟე ყოველდღე აი თვითონ ტრამპი ამბობს რომ ჩვენ თურმე ვართ რუსეთუმები და
იმის მიათეთს არ ვამბობთ, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს. რა თქმა უნდა და მაგაზე გვეძახდნენ მოღალატეებს და მონებს, ვაფშე ერთი წამი აქ რაც ხდება საქართველოში, ხო? USAID-ის და Deep State-ის დაფინანსებით, მხოლოდ ეგ მიზეზი იყო, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, უკრაინას არ გაუგზავნეთ სიმბოლურად, აი ჩაფხუტი უნდა მაგას გთხოვდნენ, რომ ეს საომარი რამე გაუგზავნეთ ჩაფხუტი მაინც, რომ ამაზე ჩარტერი. თორე ჰუმანიტარული დახმარება ყველაზე მეტი. ჩარტერი. ამის გამო ეხა რასაც ამერიკის პრეზიდენტი პროსტა ეგეთი რამე ხო არც გვიყვავს რომელია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას მხარი დაუჭირეთ და ასე შემდეგ და რა ქვია პარლამენტის ხდომა უკრაინის დროშის და ტოლვილები მივიღეთ და გადავყევით თან და მივიღეთ პასუხად მივიღეთ რომ ჩვენ ვართ რუსები და მოღალატეები. ოღონდ ეს იყო დაფინანსებული დისკურსი, რა თქმა უნდა ჩვენ ამბობდით ამას და გადაცემაში ყოველთვის შლიდით, თუმცა აგერ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა უკრაინაში იმაზე, რა ქვია, რევოლუციაზე, რომელიც ზუსტად ერთ-ერთი მაგ სცენარით მიმდინარეობდა. აი აჭარაში იმ საბჭოში რო შედიოდა, ნაგავი რო ჩამოაცვეს, დააყარეს თავზე უკრაინაში ზუსტად ეგრე იყო. ანუ შენ ესე იგი ისეთ დანაშაულს ჩადიხარ სახელმწიფო საჯარო მოხელე, რომ აი ნაგავსაც კი გაყრიან. იქ გვერდების სროლა, იქ ყუბოს დაწვა. ერთ-ერთი უკრაინის სცენარი მიდიოდა ჩვენთან და ნუ ეს მოღალატეები არიან, ესენი არიან დივერსანტები, ჩვენი წვენა. საიდან გამოდიოდა ჩვენი წვენა, რომ უკრაინა ამ ომს წააგებდა. გამოდიოდა იმისგან, პირადად ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთის ისტორიას ასე თუ ისე ვიცნობ. და ტრამპმაც ახსენა ეს. ყველა კონფლიქტი, დიდი კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო წარუმატებლად. როგორც ნაპოლეონი შემოიჭრა გადაწვა მოსკოვი, ისე ლამის მოსკოვია იყო. ჰიტლერმა მონღოლებმა გადმოუარეს და 300 წლიანი საშინელება აჭამეს რუსებს, მაგრამ აღორძინდა რუსეთს აქვს ეს თვისება. რუსეთის აქვს ეს თვისება, რომ ომი იციან, დანაკარგებს არ უყურებენ და თავიანთ ტერიტორიაზე და უკრაინას თვლიან საკუთარ ტერიტორიას და არც ისე უსაბუძოდ მოდიხარ პირდაპირ გეტყვით, იმიტომ კიევი და მათ გარადოვ რუსკი. ეს არის ასე. მე ამას რომ ვამოდი სხვა ჩვენ თავს ვიკავები, რომ ძალიან დიდი დაწესებულება არ წამოსულიყო. ტრამპს შევეფარე ახლა, ტრამპს. მე ვინ მომერევავდა, რომ გამოვიდნენ ყველანი, ამას ვინ მოერევავდა. ეხლა რას უყურებთ, იცი? ცოტა ხანში. დაიწყებენ ტრამპის როგორ გიდებას, იცი ესე? დაიწყეს უკვე. არა, ნუ ეგ ბოლომდე უნდა გავიძნენ რა. არა, დაიწყეს უკვე, რომ პუტინის ნარატივს ატარებს, ტრამპი არის ამერიკის შენიღბული დემოკრატია უკვე ჩამოიხსნა მასკა და გადავიდა კოლონიალიზმზე. ვსო, ნუ ჩვეულებრივად, მაგრამ ბიჭო, კიდე სხვა რამე არის რა, ჩვენ ქვეყანაზე ვილაპარაკოთ განსაკუთრებით, ეხლა რას ვამბობდით, რუსეთი ომს მოიგებს, ეს სხვა საკითხია კიდე. არა, ისინი აგებდნენ, რომ წააგებს. არა, მაგაზე ხო თქვა აგერ ტრამპაც რომ დააჯერაო ხალხსო, ადმინისტრაცია ამბობს რომ მთელი პრობლემა ეგ იყო, რომ ხალხს დააჯერეს, რომ უკრაინა შეეძლო ამ ომის მოგებაო. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რა ხდებოდა, ეგ არის ყველაზე ტრაგიკული, რომ ამ დივერსანტების დაფინანსება მეხუთე კოლონის არ ვიცი კომპრადორული ელიტის ნაძირლების, რომლებიც ამაზე, რომ ჩვენ რასაც ტრამპი ამბობს, იმის მეასედი არ გვითქვავს, მაგაზე გვეძახდნენ მოღალატეებს, დარბოდნენ, აბულინგებდნენ, ოჯახებით, ჩვენ რა, ყველას გვიღებდნენ კამერით, ის ყველხებს რომ მოკალი კოცი და სიახლე. მოდის და მოდის ინფორმაცია. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა გააფრთხილა ზელენსკი, რომ ინანებს რომ ტრამპზე ცუდი რამ თქვა, ტალახი გადაასხა ტრამპს და მისი საშინელი რეაქცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაგმო. ეხლა მე ვარ, როგორც თქვენ მიყურებთ, ესე მოხდება შემდეგი რამე. გასვლისავენ მაგ საბრალოს. აი კატოკივით გადაულის ეს კაცი რა. კატოკივით გადაულის. იმიტომ რომ მასა და ძალიან დიდ პროფიტს მოგებას შორის, ძელკას შორის. დგას ეს კლოუნი, სისხლიანი კლოუნი. გადაულის და რა გონია მართლა კაია კალასი დაიცავს და ეს უკანსვლით მოსიარულე როთი თუ ის შორცი რომელიც ხვალ აღარ იქნება. და ეხა ვთქვათ რა ალტერნატივები არსებობს, ანუ
როგორი განვითარების პერსპექტივა არსებობს ზელენსკის შემთხვევაში, რაც ტრამპმა თქვა, რომ ის არ არის ხალხის რეპრეზენტატორი, ნიშნავს იმას, რომ ეს თუ მე არ მემოჩილება, მაინცადე მე მაშინ დაждდება ისეთი კაცი, რომელიც ჩვენ მოგვისმენს. მე ვიტყვინო? კი, რომელიც ჩვენ მოგვისმენს. მე ვიტყვი. ხო, რომელიც ჩვენ მოგვისმენს. ეხლა თვითონ ზელენსკის რა განვითარების პერსპექტივები აქვს? პირველი ალბათ მოიკლას რა. არა, პირველი რეალური ალბათ არის იქ რევოლუცია. მიეხმარებიან კი ბატონო. მეორე არის არჩევნები. არჩევნები არა. მესამე არის რამე გაქრობა რა. გაქრობა მაგალითად რა პრობლემაა? რაც კაპუიაიფარა. და ნავიჩოქს ათხოვებენ ალბათ, რა ვიცი. რუსები ესე ელოდებიან, აი ეს. ხო. მე კიდე არის კაი უამრავი მეთოდია რა. მაგრამ უყურე როგორ არის. ნუ ეხა ფაქტია, რომ ზელენსკის დარჩა ხალხო. რამოდენიმე ტაკერ კარსონს ეს ლიბერდებილები რო დასცენიან. ტაკერ კარსონი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი ამერიკაში და ძლევამოსილი. და ბოდიში ერთ წამი ტრამპი ასევე, რასაც იზავს, მერე ეს დისკურსი წარმოებს უკვე დღის წესრიგში დგას მედიის მთავარი, ანუ ეს აჯენდა არის და ეთქვა რომ კორუმპირებული ხარ, იმიტომ რომ ჩვენ მოცემულ დახმარებას ყიდდი, ბარიგობდი, ნახევარფულს იპარავდი და ამ თემაზეც მიადგებიან. ტაკერ კარსონი არის ვიღაცები ხო დასცინიან ტაკერ კარსონს. ტრამპს როგორც დასცინოდა. ო, ტაკერ კარსონზე გამახსენდა. ტაკერ კარსონი ხშირად ამბობს, ჯერ ტაკერ კარსონმა თქვა, რომ ბაიდენს პუტინის მოკლა უნდაო, პირდაპირ თქვა. და არ გამოვიდაო. ეგ საკითხია. შემდეგ ტაკერ კარსონი ამბობს, რომ მიყიდული არ არის ამერიკელების მიერ მიცემული არ არის მიყიდული არა ისა. კარტელი. ხო, მექსიკელ ჩვენ ვეგვიტევდნენ. ნარკო ბარონებს თან აღმოჩნდა ხომ. ანუ მექსიკულ კარტელ ყველაზე სისხლიანი რაც შეიძლება მოიფიქრო. ყველაზე ჟესტოკი ტიპები, ყველაზე ჟესტოკი პრესტუპნისტი, ანუ ყველაზე ჟესტოკი დამნაშავეთა სამყარო მექსიკაშია და ლათინურ ამერიკაში. იმათ აქვს, ოღონდ როგორი არ არის, ავტომატები და არა, ჯაველინები ალბათ და ძალიან მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო ხშირად არ არის. აი ამაზე რომ გამოდებენ, მე ძალიან ბევრ ამას გაუხსენებენ. ფული სად არის, როგორ წავიდა და სად წავიდა. დედას უტირებენ. ტრამპი როგორ დაჟის, იცი? მართლა როგორც ქუჩაში, აი ქუჩურად მოექცევა. სამაგალითოდ. იმიტომ რომ ტრამპმა ეხლა თუ ზელენსკი არ დასაჯა, მთელი მაგისი ამბავი რომ ის არის რა, საკითხებს წვეთს. ჩამოიშლება. გადაულის. აი და რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის საქმე დამთავრებულია. უკრაინის საქმე სამწუხაროდ არის დამთავრებული. და ლიბერდებილებო ახალგაზრდებს მოტყუებულ ახალგაზრდებს წიგნი რო არ წაუყენებს. არა, ახალგაზრდებმა კაცო რუკაზე რო შეუცვალო უკრაინას და რუსეთს სახელი, არაფერი პრობლემა არ იქნება, ვერ ვიხვდებია რა ხდება. ხვდებით რას გადაგარჩინა ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ. ხვდებით? არ უნდა მიხვდეთ თქვენ, იმიტომ რომ ფული გაქვთ აღებული იმაში, რასაც აკეთებთ, მაგრამ თქვენც განადგურდით. არა ბიჭო, ეგენი მორწმუნე ლიბერალები არიან, free market ფუნდამენტალისტები. მორწმუნე ლიბერალი ხა ეს ნინო ლომჯარია, მართლა მორწმუნე ლიბერალია. არ არის ბომბების, ხო, არა, აბა ნინო ლომჯარია, რომელიც ამბობდა, რომ მე ამ სირცხვილს მირჩევნია და თავის მოჭრას რომ თურმე უკრაინას არ დავეხმარეთ ომში და აფხაზეთში არ შევიჭერით. ამბობდა რომ ამას ცეცხლის ბომბები ჭობსო, ეს დეგენერატი მართლა და ეს დებილები ყველანი ბიჭო, ეს არის სამშობლოს ღალატი მართლა. ეხლა პირდაპირ. რა მაგარი კაცი. თქვენი დედავატი. მესმის ყველაფერი, მესმის აბსოლუტურად ყველაფერი. უკრაინელი რომ იყო კედლებს დავანგრევდი სიმწრისგან. ეხლა არ ანგრევს. ბაიდენსაც გადავწევოდი, იმიტომ რომ ჯონსონსთან სალივანის დედას ვაგინებდი, კიდევ ბენს, ამჟამად რუსეთს ხო საერთოდ, ტრამპზე არაფერს ვიტყვი. მაგრამ ყოველგვარი მაგრამის გარეშე ერთი დიდი მაგრამ. მეგობრებო, როცა ჩვენ ვამბობთ რომ უკრაინა გაწირეს, იმ შემთხვევაში კი ცუდი განცხადებაა. რატოა ცუდი განცხადება? სიმართლე რატო არის ცუდი? შეიძლება უკრაინა მართლა განწირებულია, რაც არ არის. დინამიკაა ყველაფერი. ანუ ადამიანს ეხლა ამას რომ თავი მოჭრა ცოტა ხანი იცოცხლებს, კი, ღმერთმა დაიფაროს თავის მოჭრა ფიგურალურად არის. გარდა ამისა, ჩვენს ხო გრძნობთ რომ უკრაინის დამარცხება ჩვენი დამარცხებაცაა. რატო არის უკრაინის დამარცხება ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. არა, ჩვენი ანუ ლიბერალების. ხო, არა, საქართველოს დამარცხება. არა იგივებს საქართველოს. არა. შესაბამისად, როცა გვაქვს დილემა, ყველაფრის მიხედავად ხალხს უთხრავს ძიმე და ობიექტურს ნახავს სიმართლე, თუ ხალხს უთხრავს რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება, მე ამ უკანასკნელს ვირჩევ. ხედავთ ლიბერალები სადამდე მივიდნენ, ანუ
სიმართლე და ობიექტურობასთან ახლოს სიმართლე არ უცხათო და მაინც ყველაფერი კარგად იქნებაო. ხალხო, კიდე ერთხელ ვამბობ, აი ხა ეს ყველაფერი არის განსაწმენდელი. ეხლა მოდის ჩხაპუნა წვიმა და აი ამ განავალს, აი ლიბერალურ განავალს, აი ტვინები რომ დაგიბნელეს იმას წმენს. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად განავალს და არ მოსწონთ, როცა სულთანი არიან. აი ერთი ეს არის. ღორი რა. ღორი, ჩვეულებრივი, უნდა რომ აი უნდა რომ რუსეთი დაემხოს. ტრამპი და პუტინი მე არ მინდა ეს. ან მინდა არ ვიცი, მე ვინ ჩემი ბეხები ვარ რომ ამაზე გადავწყვიტო, იქნება თუ არა. აგერ ნახეთ, ჩამოართმევენ ერთმანეთს ხელს და სიზიმბინიც იქვე იქნება და გაიყოფენ მსოფლიოს. რა ვქნა ეგრე იქნება ეს დედააფეთქება რა. მე მგონია რომ ლიბერალები და ეგეთი მორწმუნე და ფუნდამენტალისტი და თავღია და ცხელთავიანი ლიბერალები უნდა დაელოდნონ ხელოვნური ინტელექტის ისე განვითარებას და ვირტუალურ რეალობის ისეთ განვითარებას, სადაც აღარ იქნება საჭირო გრძნობად ობიექტური რეალობა, აღარ იქნება საჭირო რეალობა, წარმოსახვით სამყარო სავსებით ლეგიტიმური გახდება. და იქ სათვალეში ან რაღაცაში შექმნიან რეალობას, სადაც რუსეთმა წააგოს, სადაც რუსეთი აღარ არის, სადაც საქართველო არ ვიცი. და მე გეტყვი რაღაცა ეხლა ეს კიდე რა ამერიკის შტატი ხდება და ეხლა ბევრი 1000-ჯერ დაფიქრდება, ვიდრე სხვა ქვეყანას ერთ ადგილს მისცემს. აი ბევრი დაფიქრდება ამაზე მსოფლიოში. სხვათა შორის უკვე მოითხოვეს რუმინეთში დაბრუნება ისე გაუქმებული არჩევნების და რუმინეთს მაგრამ მიაწვევიან ამერიკელები. ეხლა გუბაზა გავუშვათ, პირველი გუბაზა. გუბაზა მაგარი კაცი. გამოფხიზდეს ცოტა ოპოზიცია შორიდან რო უჭირავს თავი რომ არა ჩვენ რამე არ დაგვაბრალოს ბიძინამ ნაცობა არ დაგვაბრალოს და ამ ოპოზიციის უმრავლესობა რომ ნაცების ხელისუფლება აბა ქუჩაში მე ვიყავი მაშინ რაღაცა ხო არ მეშლება კაცო რაღაც სიზმარი ხო არა მაქვს ნანახი და რეალობა სხვა ყოფილა ახლა ვინც ანტიმიშახად გადაქცეული ოპოზიციაში და ხელისუფლებაში განსაკუთრებით დაბრაკული ნაცები რო ხარ თქვენ სად იყავით მაშინ? მე სადაც ვიყავი, იქ სად იყავით? გირგვლიან საქმეებზე რო ვჭიდაობდით ქუჩაში რამოდენიმე ოპოზიციონერი თქვენ სად იყავით? შენი დედავად გააჩერე განავლის აუ ტოპკაცი. აუ ეხა აქეთ გვიტეს? აუ ტოპკაციაც. ანუ ვაფშე სტოპი არა. მაიცა სტოპ, ერთი წუთით. გირგვლიანს როგორ ახსენებს ეს უნამუსო დედააფეთქება? ტოპკაცი არის. ამის გინება არ შეიძლება. არა, არა გინო, რატო უნდა აგინო ბიჭო? ანუ გირგვლიანს მე მიტრიალე? ხო. და მიშას დანაშაულებს მე მიტრიალე? ხო. რა მერე? რამ პრობლემა გაქვს? ჰა? რამე პრობლემა გაქვს? აი თქვი რა პრობლემა გაქვს? რაღაცა ეტავზე მეგონა რომ სხვებიც უსწრებდნენ ნაგლობაში, იმიტომ რომ მიჩმალული იყო რა. ერთადერთი წინადადებაა რომ გვეგონა რომ ფსკერზე ვიყავით და ქვემოდან გაკუნი გავიგეთ. აი ხო, რაღაც ეტავზე ეს ცოტახანი ხო მიჩმალული იყო, ეხლა მიგვავიწყე და ტოპ უტიფრობაში ტოპ 20 არ იყო რა, ტოპ უტიფრობაში, მაგრამ არა, ნუ აი სერიოზულად. აქეთ მიტრიალე. კი, აი ამაზე რანაირად, აი ესე უნდა დაგეწყოს. მე რო გირგვლიანისთვის ვიბრძოდიო, კაცო, თქვენ სად იყავით, ვისეულებ და არის იმათ მიშა საჯდომში შემძვრალი. აი, მეორე გავუშვით. მაგრამ აქ უყურას ამბობს ისტორია შეაფასებს, ნახოთ როგორ შეაფასებს, რაც უფრო დრო გავა სააკაშვილის მემკვიდრეობა უფრო დაფასდება. ეჭვი არავის არ შეგებაროთ. აი ახლა ხო ახალგაზრდობა, აი სკოლებში რო არიან ბავშვები, აი ის თაობა ნახეთ როგორ შეაფასებს ამას. რას რო შეაფასებს? გირგვლიანზე? მე მგონია რომ ეხლა კაი, მაშინ ესეთი რაღაც შეკითხვას დაგისვა. ამის ინსპირაციით მომივიდა ამას რა პასუხი უნდა გავუცეთ. სალომეზე არა, გადავიდეთ ჯერ ამ კითხვას დავსვათ. მე მახსოვს სასამართლო პროცესზე მიშა გამოვიდა უკრაინის მაისურით, სადაც თქვა რომ მე ქართული დამავიწყდაო და უკრაინული ლოცვა დაიწყო. თარჯიმანი მინდაო, კი, ნუ მიშა არის ჩვეულებრივი ჯამბაზი, მანიაკი. ანუ მიშა არის როგორ იცი ჩვეულებრივი агенტი არ არის მიშა არის მანიაკი აგენტი შეშლილი აგენტი მიშაზე რომ გადაიხო კინოს სათაურია შეშლილი აგენტი ხო და ეხა დახე მიშა გამოვიდა და ზელენსკი არის ნუ სამყაროს მორალური ცენტრი და რაღაცა ტრამპი არის ჩემი ძმაკაცი მაგასაც ხო იძახა აი ეხლა რა ხდება ვის მხარეს დაიჭერს ზელენსკის ფოტო ხო კონდა ხო უკან აბა ეხა აი რა მაგარი ხარ გური
ეხლა რო იქნება ჩართვა მორიგი ზელენსკი იქნება ჩამოხსნილი. ზელენსკი იქნება თვალებ დათხრი. კი და ტრამპის ფოტო იქნება. ტრამპის ფოტო დიდი რო ყლაპავს უკრაინას. კი. დოლარის ნიშანი. ან შეიძლება მიშამ ვაფშე თემა დადოს ორივეს ფოტო. ერთადერთი სივრცე სადაც ზელენსკი და ტრამპი ერთად კოეგზისტენციას მოახდენ. კოეგზისტენციალური დიქოტომიები. გაუშვით ეხლა გუბასარგიძე დედაბერ სალომეზე რას ამბობს? გაუშვით ალბათ სალომე რას ელოდებით? მონარქია აქ არ აღდგება და თამარ მეფის მემკვიდრედ არავინ არ გამოგაცხადებთ. ეს შეიძლება მოიპოვოთ. კარგია თამარ მეფის ჯვრის ასლიცია. რა გააჩერეთ? რა უნდა მოიპოვოს? თამარ მეფის მემკვიდრეობა ბაგრატიონი ხოიმე. ეს მაგარი უტიფარი. ბაგრატიონის აბოლებს. ხედავ მაინც აბრაზებს ადამიანებს. გამოდის ტელევიზიიდან და არა აბრაზებს მაინც. ესო თამარ მეფე შეიძლება მოიპოვო. მე ვარამეს გეუნები. რას ელოდებითო, რაზე მოუწოდებს რა ქმედებაზე? ვერ გავიგე. მომწონს. კარგი მოდა ქართულ ქალებში. რა. თამარის ჯვრის ასლით დადიხართ. სასიამოვნოა, მაგრამ ნუ ახლა ფორმა შინაარს მოითხოვს. კაი და რას ჩვენ პროდიუსერებს მივმართავ რას თხოვს გამოდი და ვენეცუელაზე უფრო კარგად იგავ არა რას თხოვს რას ელოდებით უფრო აქტიური ხავი სადახარო რო სადღა ვენეცუელაზე რო ლაპარაკობო და მართმადიანი რო ხარ გავიგეთო და ეხა მეტი მინდა შენგანო კვერცხს ვავს ჰა კაი ეხა გიორგის მერე ყველას გაშვება ეხა ძალიან ხო, როგორც აი, სხვაჩორის გიორგი ივანიშვილის დაბადების დღეზე როგორც თქვენ მოიქეცით, რაღაცა უდუს რიტუალები რო ატარებთ ამერიკის დროშა რო დაწვით თქვენ იდიოტებო, თქვენ ხართ ყველაზე ბანძი, ჩმო, ბინძური ხალხი. და მაგიტომაც ხართ მან სადაც ხართ. მაგ დღეში რა. ბიჭო, გიორგი გახარი. მინდა რომ იცოდეთ რა. გახარია საინტერესო ამბავი, ორ ტრაკობაზე. მე გეტყვით რა არის მნიშვნელობა? რისთვის ინარჩუნებთ მაშინ ამან? იმისთვის ვინარჩუნებ, რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს, იმის ნაწილი მაინც დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ იმიტომ არ ვიყო დამოკიდებული ბანკირებზე, ფინანსურ ვიღაც იმაზე ჯგუფებზე და არ ვიყო დამოკიდებული კონკრეტულ ტელევიზიებზე, არ გულისხმობ არავის რა, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, მე ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა პოლიტიკურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ამით ვემზადები შემდგომი ბრძოლებისთვის და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეიარგოს კაცო. შეუძლია დაწეროს, შეუძლია არ დაწეროს. ეს ახსნაა და განმარტებაა. თქვენ გონიათ მე ეს პირველად ავხსენი? პირველად ავხსენი? ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ვიღაცის ეგო დაკმაყოფილდეს, ყველა სტუდიაში უნდა ვიარო და ერთ და იგივე. ვიღაცის ეგო რა შუაშია? იმიტომ რომ ჩემ ამორჩეველს არ აქვს. ეგოზე ხომ არ არის, მხოლოდ მე მაქვს კითხვა, მე ერთ კონკრეტულად. დაკმაყოფილდი? კი ბატონო. ჩემთვის აზია ბაზარია ბიჭო, მე მგონია რომ ამას აქ ჩლიკები. მანდატებს რატო? მანდატებს რითი აქვს? ჩლიკები აქვს და კუდი აქვს. ფული მინდა რომ მქონდესო? კი. და ორ საჯდომა მაგიტოა რომ ეს ახსნა არისო რატო და იმა რა გაიგო იმ ჩემმა ცოდვის სავსე დიანამ კი მეუნებიან ხშირად მეცოდებას დიანა რომ Facebook-ში უხურებ ხოლმე და არ არის სწორი ხავს ეგრე არ უნდა გაუხურო ისე დიანა არ უნდა იყოს იქით ამ ხარეს აი თუ ხარ დიანა სევდა არის არა მართლა სევდაა ჩვენი ყველასი ნუ დიანას გონია აქ კომპლექსი რომ დამოუკიდებელია და რამე არ უნდა თქვას და ღორები რო არიან ახლა მაგის უფროსი რო 1 ღორი 2 ღორი 3 ღორი აბსოლუტური ღორები მაგის უფროსი წერეთელი ტუტლექსა ეს აბსოლუტური იდიოტი ის რა ქვია შავინოდა რა ჟურნალისტური გამოძიება შავინოდა ნუ კაი არ მინდა დიანას მაგრამ სხვა რამეს ვამბობ რითი ახსნა ეხლა რომ რა ეხლა ეგ ცოტა ხანში იცი რას იზავს შემსერდება იქა და ძალიან ლამაზად წამოიჭიმება მაგრამ ჯანმრთელობა აი ქეთი დევდარიანი ჯანმრთელობა უნდა შეერკეს პარლამენტში ქეთი დევდარიანი რომელიც ვერ იკავებს თავს და ყოველთვის სიტყვის ხოლმე თავისას ლიბერალების საქმელს
სამეგრელოში ამბობენ, რომ ადამიანი რო გიყვარს, იმას ყველაფერში გააправებო. აი ესეთი ახსნა რა, რაც არ უნდა ქნას. ეს ტრამპისტებიც ესე, რაც არ უნდა სპეციალურად გააკეთა, მანევრია, რაღაცას ხსნიან. ხო, აი გავიგერ, მაგრამ ერთი რამე, რაც ჩემთვის იმედის მომცემი შეიძლება იყოს, ეხლა დიდი ოპტიმისტი რო არ ვარ კი იცით, მაგრამ რომ რუსეთიც ისე იქცევა. არა, ერაფერს ვერ გამიხდება ბოლო-ბოლოში ასწრებიანად. ისეთი იქცევა, რომ ტრამპის და მასკის ინფანტილურ მამაკაცურ საწყისზე ეს კარგად არ იმოქმედებს და შეიძლება ბოლოს მაინც იმაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, რაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო გადაზრდილი, ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს. რაში დაცხებენ ვერ გავიგე. ხახო, მე მწირს რაღაც ამ ტექსტებს ვერ ვიგებ. დაენძრათ. ანუ რა უნდა თქვა, რომ ანუ კიდე იმედი აქვს, რომ ტრამპი ეჩხუბება იმას, პუტინს. თუ რა არის? ტოპტვინი გრიგოლ გეგელია. და დავასრულოთ ამით. ვერ იყო ქეთილდარიანი მოწოდების სიმაღლეზე. იცი რატო? შოქში არიან, კი. აი ტოპტვინი. აი ტოპტვინი ყველაფერს გაგიარებს. აღმერთებს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბრძოლა იმისთვის ყველა ფორმით, ყველა მშვიდობიან ფორმით, იმისთვის რომ ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ ადრეა საუბარი, ხო? თუმცა ტაქტიკურ დონეზე გულისხმობ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც შეიძლება იყოს მალე. ბაბადე, როგორც ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ხო? ეს მე ვფიქრობ, რომ ქართულებს გამოსავალი არ ექნება, ძალიან მარტივად. მათ მოუწევთ დანიშნულ ახალი არჩევნები. ყოველთვის ეს იყო ჩემი პროგნოზი, კვლავ ეს არის ჩემი პროგნოზი. ის კრიზისი რა. სათაფლიაში ძალიან მაგარი დინოზავრები აღდგებიან და ვივლი დინოზავრები. იზა გრიგოლ ამ პარტიას ყველაზე ცუდი რაც დაემართა იყო საბაბუაძე რა. საბაბუაძე აჩუმებულია საბაბუაძე. არა, საბაბუაძე ისეთი მიგდებული აქვს ერთიანი. არა, მიმართება მქონდა ისეთი რომ ეწოდებოდა და რაღაცა მთლად არ გაწია. ბიჭო, თავის უბანში სადაც გახსნა ეს ოფისი. ვიღაცამ საათი კითხა და ციზაკის სპრეი შეასხა. ესეთი შეშინებულები როგორ ხართ იმ სიტყვას? ჩვენ ხუჩაბად ხო ახვალ? კი. ძალიან კაი. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის, ხვალამდე.